პირველი ბლოკის პირველი სტუმრები მამისა ჯაფარაშვილი, ხალხის ხელისუფლება სახალხო სამართალი, ირინე ფხოველიშვილი, ფერმერ ქალთა ასოციაციის და კავშირების თავმჯდომარე, ზვიად ტომარაძე, ერი და სახელმწიფოს წარმომადგენელი. მოგესალმებით სტუმრებო, ახალი ფორმატი, განახლებული ფორმატი ცხელი კვირის და მეწეხანამდე თქვი, რომ ყოველი კვირის ბოლოს ჩვენ ერთი ცხელი თემის შეჯამება გვექნება. გადაცემას ეყოლება ყოველთვის თავისი მოდერატორი, ანუ ყველა თემას თავისი მოდერატორი ეყოლება და შესაძლებლობა აქვს საზოგადოების ყველა წარმომადგენელს აარჩიოს ცხელი თემა, მოიყვანოს სტუმრები და მოვიდეს და თქვენ თქვით, ჩვენ ყველა ერთად ვიმოქმედეთ. დღეს მართლა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გვექნება საუბარი და მე მინდა ქალბატონო მამისა თქვენგან დავიწყო ამ თემაზე საუბარი, რადგანაც აი ეს ბოლო პერიოდის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ თემა და სიტყვების კომბინაცია სახელმწიფო ბანკი უფრო ადრე გაჟღერდა და ეს იყო ბატონი ზვიადის მიერ გაჟღერებული წლების წინ, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც უკვე პრემიერის სახელზე შეიტანეთ წერილი. და რადგანაც აი ამდენი ადამიანი აღიარებს, რომ გამოსავალი აი ამ საბანკო კატასტროფული სისტემიდან, გამოსავალი გამოსახლებებიდან, სესხებიდან, რომელიც ძალიან დიდ პროცენტებში გვაქვს საქართველოს მოქალაქეებს, არის სახელმწიფო ბანკი. მე მინდა დღეს აი ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ ნებისმიერმა მოქალაქემ გაიგოს, რას ემსახურება სახელმწიფო ბანკის შექმნა, რატომ დადგა აუცილებლობა რომ შექმნილიყო სახელმწიფო ბანკი და რა მიზანი ექნება. ამას იცით რატომ გეკითხებით? ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ ვაშუქებთ ხოლმე ამ თემებს, სახელმწიფო და სახალხო ბანკი ერეოდა ადამიანებს ერთმანეთისგან. მოდით, აი პირდაპირ, რატომ გაჩნდა აუცილებლობა რომ ქვეყანაში სახელმწიფო ბანკი შეიქმნას ამდენი ბანკის პირობებში? დიახ, მე პირადად როგორც საზოგადოება მიცნობს, ანუ ვებძვი ზოგადად საბანკო სისტემას, რაც ქვეყანაში არის წლებია, გამოსახლებას, ანუ მისგან გამოწვეულ შედეგებს, რაც მოიტანა ამ მევახშეობამ, ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენთან ბანკები არ არსებობს და არიან ძირითადად მევახშეები და ამან განაპირობა უბრალოდ ვიფიქრე, რა არის გამოსავალი. მივაღწიეთ ძალიან კრიტიკულ ნიშნულს, როგორ ვთქვა, გამოსასახლებელთა რაოდენობა იმდენად დიდია საქართველოში, ქვეყანაში. და ანუ როგორც სახელმწიფო, ახლა ჩვენ ხო ვამბობთ საქართველო რა, საქართველო მდებარეობს რაღაც გარკვეულ ტერიტორიაზე, არა? და ამ ტერიტორიებზე გაჩნდა უცხოელი ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონებები, ალაგ-ალაგ, არა, ამას მნიშვნელობა ხაშურია, გორია, თბილისია, სამეგრელო თუ ასე შემდეგ. ანუ ეს კი არის შენ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ უკვე არ გეკუთვნის შენ და ის საკუთრავ უცხოელმა ბანკებმა. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში არც ერთი სახელმწიფო ბანკი არ არის. კი, საქართველოს ბანკი ქვია და ზუსტად ეგ არის. საზოგადოებას არ ქონდა აბსოლუტურად გაფიცნობიერებული და ვერ წარმოიდგენდა თუ საქართველოს ბანკი ქვია და არ ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს. ანუ ამათ ქონდა ასოცირება იმის, რომ ეს იყო სახელმწიფო ბანკები და სინამდვილეში არც ერთი სახელმწიფო ბანკი არ აქვს ქვეყანას და ყველა ეს უცხოელი ბანკები არის მოტივირებული იმაზე, რომ ზუსტად ტერიტორიულად წაგვართვა საქართველო, იმიტომ რომ ჩემი სახლი წაიღო თუ ვიღაცის სახლი, ხო? იპოთეკით და მე გადაიფორმა და აუქციონზე შეიძინა, ფაქტიურად უცხოელების ხელში გადავიდა ეს უკვე. იმათია ეს და ისინი გამოიყენებენ ამას როგორც დასაკუთრებულ ქენებას, თქვათ ბირჟებიდან თუ საიდანაც იქნება ფულის მოზიდვაში, ხო? იმიტომ რომ მათი საკუთრება ეს არ არის ქვეყნის საკუთრება. ამიტომ ვიფიქრე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რით შეიძლება ვიხსნათ არა მარტო კერძო სახლები ხო არ არის გადაფორმებული, არა? საქართველოს ძირითადი ქვეყნის სასარგებლო წიაღისეული, რო ვთქვათ, რესურსები, სტრატეგიული ობიექტები უკვე წაიღეს ბანკებმა. დასაკუთრებულია ეს და სახელმწიფოს ელემენტარულად წყალი არ აქვს მის საკუთრებაში. ეს ვიფიქრე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. და გამოსავალი არის სახელმწიფო ბანკი. აი როგორი სტრუქტურა ექნება ამ სახელმწიფო ბანკს ახლა არსებული ბანკებისგან განსხვავებით? ახლა არსებული ბანკები ყველა ორიენტირებულია იმაზე, ვიწრო გაგებით, რო ვთქვათ, თავიანთი მოგება რა ნახოს. სახელმწიფო ბანკი იქნება იმაზე, ორიენტაცია, ანუ იმაზე იქნება აღებული, რომ სახელმწიფო განავითაროს, მისი ერი უნდა იყოს მდიდარი. იმიტომ რომ სახელმწიფო შემადგენელი ნაწილია ეს ხალხი არა და როცა შენი იქნება სახელმწიფოს ეს ბანკი, შენი თავის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ხო არ იმოქმედებ. ის ვისიც არის თავის სასარგებლოდ მოქმედებს და როცა სახელმწიფოსი იქნება ეს თავისი სახელმწიფოს განვითარებისთვის იქნება. და ახლა მაგალითად მივდივართ ხო ნებისმიერ ბანკში და დღეს ვიძახით ჩვენ ახლა ზოგი რა ბიზნესი მინდა წამოვიწყო ან რაღაც გავაკეთო არა და მივდივარ კომერციულ ბანკთან, რომლის ინტერესი აბსოლუტურად არ არის ჩემი განვითარება.
არ არის ჩემი განმეორება. სახელმწიფო ბანკის ინტერესი ის იქნება, რომ დარგობრივი სტრუქტურა განვითარდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას, ნორმალურ სახელმწიფოში ეს ასე უნდა იყოს. ახლა არ მინდა გამიგრძელდეს საუბარი, იმიტომ რომ აქ სხვებიც არიან, თორე ხალხ ბანკის მაგალითზე მინდა და ერთი მაგალითი მომეყვანა. ეს არის თურქული ბანკი, რომელმაც თურქეთი და ორი ბანკი იყო, ზირაათ ბანკი თუ არ ვცდები და ხალხ ბანკი თურქეთი აქცია მოწინავე ქვეყანად ეკონომიკურად და ინდუსტრიულად. ეს ბანკი საქართველოში როგორ იქცევა? ერთ სესხი გასცა, თხილის ბიზნესი ქონდა ზუგდიდში ხალხს და ამ ერთ სესხზე ჩაადებია 8 ქონება. პლუს ის გამართული ბიზნესიც და რაც მოხდა სამეგრელოში ვიცით ფაროსანა, ხო? დაიღუპა რო იტყვიან ეს თხილის ბიზნესი, ის ბიზნესი თვითონ გამართული ხო წაართვა და 8 ქონება დანარჩენი. ახლა უყურეთ ისიც თქმა მინდა, სახელმწიფო ბანკი რო ყოფილიყო, პირიქით სახელმწიფო ბანკი კიდე უნდა დაემატებია მეთვის თანხა, რომ არც ბიზნესი მომკვდარიყო და არც კერძო ქონებები წაერთვია იმათთვის. თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფო ბანკი გასცემს დაბალპროცენტიან, გრძელვადიან ხალხზე მორგებულ სესხებს? თუ კიდე რაში შეიძლება, რომ ერთი რამე ნორმალურ ქვეყანაში საერთოდ ყველაფერი პროცენტიან ვალზე არ უნდა იყოს. დარგობრივი სტრუქტურის განვითარება ქვეყანას უპროცენტოდაც უნდა უნდოდეს სახელმწიფო ხელმძღვანელებს და არ არის ყოველთვის ვილაპარაკოთ დაბალპროცენტიანი შეიძლება სახლის საყიდლად მისცემ, თქვათ? აი იპოთეკური შესხები როგორც საზღვარგარეთ იყო თავის ძროზე 2%-იან სამიანი რა. ბიზნეს ჩვენ არ უნდა უყუროთ ისე რომ როგორც კერძო ადამიანს მარტო განვითარება უნდა. ბიზნესის გარეშე, რასაც ქვია, დარგობრივი სტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ესენი თუ არ განვითარეთ, როგორ აპირებ ქვეყანაში მართლა მარწყვის საკეფად გერმანიაში უნდა დადიოდეს და საქართველოში ვერ უნდა მოვიყვანოთ? აქ საერთოდ არ არის ლაპარაკი პროცენტიან ფულზე. ისედაც უპროცენტოს უნდა აძლევდეს სახელმწიფო. ჩვეულებრივად როგორ ახლა გრანტს არ ქნევდა, ახლა გრანტებშიც ათკატებში ზიან ძალიან კარგად ვიცი. ბატონო, აი ზუსტად მაგით გავაგრძელოთ ბატონო ზიად. თქვენ უკვე წლების წინ დააყენეთ ეს საკითხი და ძალიან კარგად ახსოვს ჩვენს მაყურებელს, ხო? აი თქვენეული ხედვა როგორი არის ამ სახელმწიფო ბანკის მოწყობის და ზუსტად იგივე კითხვა მინდა დაგისვათ, როდესაც სახელმწიფოს ეხება და სახელმწიფომ უნდა შექმნას ეს ბანკი. დღეს არსებული ხელისუფლების პირობებში ან სახელმწიფო სტრუქტურის პირობებში რამდენად გესახებათ რეალურად? მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ასეთ კამპანიაში ყოფნა. იმ ხალბატონებთან ერთად, რომელთან ერთადაც მაკავშირებს სხვადასხვა თემებზე აქტიურობა. ხალბატონ ირინასთან საზღვაო უსაფრთხოების კუთხით ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ მებრძოლ ხალბატონს, ხალბატონ მამისას, რომელიც იბრძოდა ჩვენი მოქალაქეების აი კაბალურ პირობებში, როდესაც არჩევდნენ მათ ქონებას და გამოსახლებებს და მადლობა და მხარდაჭერა მას აი ამ ბრძოლაში. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, დავიწყებ იქიდან, რომ ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, დღევანდელმა სასათბურე პირობები შეუქმნა ბანკებს. და თუ მათი ხელისუფლებაში მოსვლის დროს 2012 წელს წლიური მოგება აი ამ მთლიანად საბანკო სექტორის იყო მხოლოდ 134 მილიონი ლარი. ეს ყოველწლიურად ისეთი მზარდი იყო ეს ტენდენცია, რომ უკვე შარშან დაფიქსირდა 2025 წელს 3.3 მილიარდი ლარი. და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ ბანკების აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოელების ხელში, ეს თანხები გადის ქვეყნით. რაც იწვევს ჩვენი მოსახლეობის ასე გაღარიბებას, აი მაღალი პროცენტები და ასევე თანხის გატანით ხდება ჩვენი სავალუტო კურსის ცვლილება და ასე შემდეგ, რაც აისახება ყველაზე და ყველაფერს. რატომ დადგა საკითხი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ? ჩვენ გავიხსენოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ როგორ ატყავებდა ლიბერტი ბანკი ჩვენს პენსიონერებს. აი სახელმწიფო ბანკი, როდესაც იქნება და მასში თავისთავად იქნება როგორც პენსიონერების თემა, ისევე საბიუჯეტო ორგანიზაციების, ეს იქნება მასწავლებლის ხელფასები, ეს იქნება პოლიციელების ხელფასები, ეს იქნება საბიუჯეტო ორგანიზაციების შორს არ წავარ ჩამოსახლად, ხო? ანუ რატო უნდა ქონდეს კერძო სექტორს, რომელიც აღარიბებს კიდევ უფრო მეტად აი ამ პროცენტებით ჩვენ პენსიონერებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მათ ხელში. ეს უნდა ქონდეს სახელმწიფო ბანკს. თვითონ ბანკის პრინციპი ისეთია, რომ თუნდაც მცირე მოგებით ის წაგებაში არასდროს არ იქნება. და როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს თვითონ ხა იყო კონტრარგუმენტები, რომ აი თანხა არ არის. თანხა არის. და გეტყვით რა. 5 მილიარდამდე ასული საპენსიო ფონდის თანხები, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ ადგა და უცხოურ ობლიგაციებში, რომელიც არ ვიცით ჩვენ რა შედეგებს მოიტანს და ნიკორას აქციებში ჩადო. რატო? როცა შეგიძლია ეს თანხა ჩადო შექმნა სახელმწიფო ბანკი
და ყველა ვარიანტი იქნება მოგებაში, თუნდაც მცირე მარჟის შემთხვევაში, ბანკის პრინციპი ასეთია, იხეირებს ის საპენსიო ფონდიც და იხეირებს ჩვენი მოსახლეობას. და კიდევ რა პლუსებია? პლუსები არის ის, რომ ეს უცხოური ბანკები, როდესაც ნახავენ, რომ სახელმწიფო ბანკის შემთხვევაში პროცენტები დაბალია და უკვე საბიუჯეტო ორგანიზაციები გადასულია მათთან და უკვე კერძო პირებიც დაიწყებენ მათთან აი ამ ბანკში გადასვლას, იმიტომ რომ პროცენტი იქნება დაბალი და უკეთესი პირობები იქნება, ის ბანკებიც იძულებული იქნებიან დააკლონ პროცენტები, რასაც იხეირებს თვერად ჩვენი ქვეყანა. აქტიურად უნდა აკეთებდეს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი არაფერს არ აკეთებს და მე ეხლა ეს ინიციატივა კი გავაჟღერე და დღესაც მგონია რომ ეს უნდა მოხდეს, თუმცა მე ძალიან დიდი ეჭვმეპარება რომ ეს განახორციელოს ხელისუფლება. არ მგონია რომ განახორციელოს, თუმცა ვალდებული ვარ მე ეს კალბატონი მამისაც და ყველა ვისაც სჯერა ამ საკითხის რომ ეს გავაჟღეროთ და ვთქვათ, მაგრამ მე იმედის არ გამაჩნია რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადაგავს. თვითონ ის პარლამენტშიც გააჟღერეს, მაგრამ რა რო გააჟღერეს რა, ჯერ რაღაც სრულიად აცდენილი რაღაცეები გავიგეთ მათი ბაგეებიდან რომ თითქოს რაღაც აწარმოეს საქართველოს ნაპირები თითქოს რაღაცა კი, მაგის თითქოს მაგის ფორმით ან იდეა რაც უნდა ყოფილიყო სრულიად აცდენილია და არ მგონია რომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგეს, იმიტომ რომ მათი deep state-თან ბრძოლა ბჭყალებში ეს არის პირადი ინტერესებისთვის. თუ მათ პირადი ინტერესებს ხელისუფლებაში დარჩენას, ხელისუფლებაში ყოფნას, რაღაც გავლენებს თუ შეეხო, მაშინ კი ბატონო, ყველას დაუპირისპირდებიან, მაგრამ ის რომ ხალხის ინტერესებისთვის მათ ნაბიჯი გადადგან, ეს ჩვენ 14 წლის მანძილზე ვერ დავინახეთ და არც იმის იმედი მოხდა. ქალბატონო ირინა, ახლა ქალბატონმა მამისა მახსენა, რომ ეს არ არის მხოლოდ პროცენტებზე, ხომ? თქვენ ხართ ფერმერ ქალთა ასოციაციის და ფერმერთა პროფკავშირის წარმომადგენელი და ძალიან კარგად იცით რა ხდება აი ამ კუთხით. აი რამდენად წაეხმარება ქართველ ფერმერს, ქართველ მეწარმეს სახელმწიფო ბანკის შექმნა? ამას რატომ გეკითხებით, იცით? ასეთი მცდელობა თითქოს და ჰქონდა ხელისუფლებას, როდესაც შეიქმნა საინვესტიციო ფონდი. თუმცა სად არის დღეს ეს საინვესტიციო ფონდი, სადაც წავიდა ის მილიონები, შეიძლება მილიარდებიც კი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, იქნება კი გამოსავალი აი სახელმწიფო ბანკი? ჯერ პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი გადაცემისთვის, გადაცემის დაგეგმისთვის, ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და მინდა აქედან მივესალმო ჩემს მონადრეულ მაყურებელს და მივცე პირობა, რომ ძალიან მალე დავბრუნდები და უფრო მწავე თემებით დავბრუნდები. ახლა რაც შეეხება დღევანდელ თემას, რაც შეეხება სახელმწიფო ბანკს. უნდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი თუ რა მდგომარეობა იყო სოფლის მეურნეობაში და შემდეგ უკვე გავაკეთეთ აი ის გზების ჩამონათვალი, რითიც შეიძლებოდა სოფლის მეურნეობა ფეხზე დამდგარიყო, 13 წლის წინ გავაკეთეთ ეს ანალიზი, იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო აგრობანკი. ჩვენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობდით და ამიტომ ჩავთვალეთ აგრობანკი უნდა ყოფილიყო ის რგოლი, რომელსაც შეეძლო სოფლის მეურნეობის ჯერ გამოღვიძება, იმიტომ რომ 10 თვის წერტილიც კი არ იყო 13 წლის წინ სოფლის მეურნეობაში დარჩენილი არამც თუ რაიმე და შემდეგ უნდა მოვტარიყო ამის საშუალებით დარგის განვითარება. სამწუხაროდ არ იქნა ეს გათვალისწინებული, ეს შეთავაზება ჩვენი რაღაცები კი იქნა გათვალისწინებული, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორცაც ჩვენ ვთავაზობდით, არამედ როგორც ბატონმა ზვიადიმ თქვა, თავისებურად გადაკეთებით და სხვანაირად. ახლა სახელმწიფო ბანკის არსებობა არის არამატო მოსახლეობის დაცვის და განვითარების შესაძლებლობა, არამედ იმ კომერციული ბანკებისთვის ალტერნატივის შექმნა, რომელიც აიძულებს შემოვიდეს კონკურენციაში და ეს ყბადაღებული მაღალი პროცენტი დაწიოს. სხვა გამოსავალი არ არის. აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ზვიადს, რომ ყველაფერი, რაც კი სახელმწიფო საჯარო სამსახურს ეხება, ეს პედაგოგები იქნებიან თუ მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულები, ყველამ უნდა თავი მოიყაროს აუცილებლად სახელმწიფო ბანკში. ამავე დროს საპენსიო ფონდი და საპენსიო ზოგადად პენსიებიც უნდა გადმოვიდეს სახელმწიფო ბანკში და პლუს აგრო მიმართულება. ჩვენ საუბრობთ, რომ ქვეყანა არის აგრარული.
მაგრამ რა გვაქვს სინამდვილეში? აბსოლუტურად არაფერი. ახალი სახელმწიფო პროგრამაც, რომელიც პრეზენტაციასაც მეც ვესწრებოდი, სთავაზობს იმას და ამას აკეთებდა ამ პროექტის წარდგენამდე სახელმწიფო, რომ შემოდიოდა პროცენტის დაფინანსებაში. რატო უნდა შემოხვიდე პროცენტის დაფინანსებაში, როდესაც შესაძლებელია, რომ შენ თვითონ გქონდეს ეს ბანკი. ხა იმის თქმა, რომ მის რა ქვია, თანხა არ არის იმდენი, რომ ბანკი ჩამოყალიბდეს, ეს არის ზღაპარი. მე ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, რამდენია სახელმწიფო პროგრამებით დახარჯული, რამდენი მილიონი თუ მილიარდი არა. და ზოგიერთი პროექტი მართლაც პროგრამა იყო ძალიან კარგი და კარგად განვითარდა, მაგრამ დიდი ნაწილი იმის გამო, რომ არ არსებობდა მონიტორინგის სამსახური, არ აქცევდა ყურადღებას არის გაცემული თანხები, როგორი ხარჯებოდა, რა შედეგი დაიდო, არსებობს თუ არა საბოლოო ჯამში ის გაშენებული ბაღები, რაშიც ეს თანხები დაეხარჯა. აი სწორედ იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს თანხები უნდა მიმართულიყო პირდაპირ ბანკის დაფუძნებაზე. თქვენ გახსოვთ ალბათ სოციალური პროგრამა, ეს ხნათესვის პროგრამა, სადაც მინიმუმ 5 მილიონი იქნა გახარჯული. კი. ბანკის საწესდებო კაპიტალისთვის რამდენია 50 მილიონი. ხალბატონო ირინა, უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა. 50 მილიონი ჭირდება ეროვნულ ბანკში წესდებიან, თქვა, რომ დააფუძნო ბანკი. 50 მილიონს კი არა, 150-ებს და 200.000-ებს კონცერტებში იხდიან, რომ ვიღაც მომღერლები ჩამოიყანონ. ეს იმდენად, ბოდიში ერთი წუთი, იმდენად სახელმწიფოებრივი იდეაა. თან ეს ხო არ არის, რომ ჩვენ რომელიმე ვინც ამ იდეას ვაჟღერებთ ზვიადის სახით იქნება მამისასი თუ ხალბატონი ირინასი, რომ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლა გვინდა და სკამს გედავებით. ჩვენ ხო ამას არ ვლაპარაკობთ. შენ ხარ სახელმწიფო ამ წუთში ვთქვა, ხო, ვინც არის ხელისუფლებაში და შენ გაძლიერე პირიქით მე. გეუბნები იდეას გაწოდებ თუ არ იცი, მე გეუბნები რომ შენ თუ გინდა ამ სიტუაციიდან ამოხვიდე, რომ ხვალ აჯანყება არ მოხდეს ქვეყანაში, იმიტომ რომ გამოსახლებაზეა ჩანიშნული და ეს ყველაფერი იმიტომ რომ გაძარცულია ხალხი ბანკებისგან, მევახშეებისგან და გამოსავალს გთავაზობ მე ხელისუფლება შენ. ზუსტად ამ გადაცემის მთავარი აზრი ამისი უნდა იყოს ის, რომ საზოგადოებას ვეუბნებით, რომ არ გებძვი ხელისუფლება გაძლიერებ ამ იდეით და გეუბნები და 50 მილიონი ბატონო იმ კონცერტს მოაკელი ვიღაცას და დააფუძნე და მე შენ თუ ძალიან გიჭირს, ჩვენ გვახსოვს ალბათ რომ როცა ქართული ოცნება მოდიოდა ხელისუფლებაში, ხალხი პენსიონერები ლარებსაც რიცხავდნენ ამათ ფონდში, რომ ასე ეგონათ, რომ გვიშველისა და გაეძლიერებიათ. დარწმუნებული ვარ, ყველა გადაიხდის აბსოლუტურად იმ იდეისთვის, რასაც ქვია, რომ გამოსყიდვა გაყიდული საქართველოს. ხო, გაყიდულია საქართველო ამბობ. ამიტომ ეს რომ გამოვისყიდოთ ამისთვის, თვითონ საზოგადოებისგან იქნება იმდენი ერთსულოვნება და დარწმუნებული ვარ, აქ უამრავს უნდა, ვინც ბიზნესში არის, ისეთებს და აქვს ფული და გაიღებენ სერიოზულად, რომ გამოვისყიდოთ ეს გაყიდული საქართველო. ამბობთ, რომ სტრუქტურა უნდა იყოს მაინც ხალხზე დაფუძნებული? 50 მილიონი თუ ხელისუფლება იტყვის, რომ არა, მაგ ჯერ სასაცილოა ვამბობ, მაგრამ მოდი მონიტორინგები ჩავატაროთ და ტელევიზიებში შევიდეს ეს თემა და ნახავენ 50 მილიონი რა მალე მოგროვდება ხალხისგან. თუნდაც მე მაგალითად მომხრე ვარ, რომ ნაწილობრივ ნახევარი სახელმწიფომ გაიღოს და ნახევარი ხალხისგან წარმოვიდეს. ეს იმდენად სახელმწიფოებრივი იდეაა. ანუ აკციონერი შეიძლება როგორ შეიძლება? აბსოლუტურად შეიძლება. კი. ბანკის გამაძლიერებელი სწორედ ხალხის უნდა იყოს, რა თქმა უნდა. სახელმწიფო არის ხალხი, ეს ფუნქცია წაართვეს ხალხს. როცა აქ ფულთან სადაც გვაქვს მიმართება რისი საშუალებაც რაც გახდა ბოდიში დღეს მტრის ბოროტის საშუალება ფული გახდა ჩვენი გაღატაკების. მოდი ისევ დავაპირისპირდეთ ჩვენ აი ამ ფული და ჩვენ შევქმნათ იქნება კონტროლის მექანიზმიც იქნება და რატო იცი? აი აქ როცა უკვე ხალხს თავისი წილი ექნება ჩადებული. თუმცა მე არ ვიძახი რომ ეს ხალხი დივიდენდს აიღებს, როდესმე აკეთან. ხალხის მიერ მიცემული დივიდენდი იქნება ამ მისი გაღებული ფულიდან სამუშაო ადგილების შექმნა, დიდი პროექტების გაკეთება, მძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა იქნება ეს თუ რაღაცა. აი ამ დარგობრივ სტრუქტურებში ჩადებული ფული, რომელიც სამუშაო ადგილებს შექმნის, ეს იქნება საზოგადოების დივიდენდი თავისი გაღებული ფულიდან. ანუ ძლიერი სახელმწიფო. და ეს დაღეჭილად უნდა მივაწოდოთ დღეს ჩვენ საზოგადოებას. აი რას ნიშნავს ეს? მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება როცა ნახავს, რომ უკვე მოსახლეობის უმრავლესობა ხალხს ურჩევს ამ იდეას, ახლა მითხარი, აი გინდა თხილისთვის თუ ნებისმიერ ბიზნესისთვის, მინდა ფული ავიღო და მიდივარ კომერციულ ბანკში, რომელიც უკვე მეორე თვიდან გადახდას მაწყებიებს.
როცა ბიზნესი ჯერ განვითარებული არ არის, მას უნდა დრო. ამიტომ ახსენე ხალით ბანკი დაიწყო. კი ბატონო, ამიტომ და როცა სახელმწიფოში ასეთი ბანკი იქნება, რომელიც მე მაძლევს თანხას, რომ 2-3 წელიწადი გამოვიყენო, განავითარო სოფლის მეურნეობა რა, იქ იმ მეწარმეს თუ ბიზნესმენს არ დაენანება, რომ ამ ბანკში შეიტანოს გარკვეული თანხა. კიდე მომავალი ის შექმნისთვის სამუშაო ადგილებისთვის. ძალიან სწორი შენიშვნა გააკეთა, რომ თქვა, რომ ხელისუფლების კეთილი ნება არ იქნებაო. აი მე ძალიან მაინტერესებს აბსოლუტურად თან ხვდებით ყველანი, რომ სახელმწიფო ბანკის შექმნა არის აუცილებელი. აი ყველაზე მეტად რთული ახლა მე თქვენ გისმენდით, რაც მეჩვენება, როგორ უნდა დაარწმუნოთ საზოგადოების დიდი ნაწილი და რა ბერკეტები არის იმისი, რომ ხელისუფლება აიძულონ, მოგისმინოთ და წამოვიდეს, გამოიჩინოს კეთილი ნება. თქვენ წერილიც კი გაქვთ უკვე შეტანილი. კი, რა თქმა უნდა. როდის ელოდებით პასუხს? დარჩა პასუხისთვის ზოგადად ერთი თვე აქვს ხელისუფლებას, მე შევიტანე 15-ში, ანუ ერთ კვირაში პასუხი უნდა მქონდეს, მაგრამ ერთი რამ რო საუბრობდი, ბატონო ზვიადიმ თქვა ერთი რაღაც ძალიან კარგი. როცა და რა თქვა deep states მაშინ ყვირიან როცა თვითონ ხელისუფლებაში დარჩენისან რაღაც თვითონ როგორც უნდათ რომ მართონ თქვათ სახელმწიფო იქ თუ ვერ ხედავენ თანხვედრას თორე ამასაც იმას დააბრალებენ დარწმუნებული ვარ რომ აი იქიდან იმიტომ რომ ვიცი ჩვენ ნამდვილად ვიცით ახლა არც ერთი ბანკი საქართველოში ქართული არ არის და არც ეროვნული ბანკი არ ემორჩილება საქართველოს ძალიან კონკრეტულ სიტყვას დაუბრუნდეთ როგორ აპირებთ დაარწმუნოთ საზოგადოების დიდი ნაწილი და ააგოროთ ეს ტალღა. დღეს საქართველოში ძალიან ნიშილიზმია ხალხში და რატომ უნდა გენდოთ დაუშვათ აი თქვენ პირადად და აი რატომ უნდა აიღოთ ხალხმა სახალხო ბანკის თუ სახელმწიფო ბანკის შექმნა. ახლა მე ზუსტად მაგიტონ გამმარტე და ეკთვი რომ მე რატომ უნდა მენდოს თქვა ამ იდეაში ბატონს ვიადის თქვა ბატონ ხალბატონ ქეთის და ასე შემდეგ. ჩვენ არ ვისტრაფით ხელისუფლებისკენ. ჩვენ ნებისმიერ ხელისუფლებას ვინც აწი იქნება თუ ახლა არის პირიქით ვეუბნები რომ უნდა გაგაძლიეროს სახელმწიფოს გაძლიერება მინდა მე ხო არ ვეუბნები რომ მამისა ჯაფარაშვილს უნდა ხელისუფლებაში მოსვლა და მე მენდე მეთქი მე კი არ მენდე იდეის გარშემო უნდა შევკრიბოთ ეს ხალხი ეგ არის ზუსტად დღეს ყველა პოლიტიკოსის პრობლემა ეგ არის რომ ყველას უნდა მოსვლა სახელმწიფოს სათავეში სკამზე უნდა დააჯინოს და მე ვიზა მე ვეუბნები არ მინდა მე სახელმწიფოს არც სკამი მინდა არც არაფერი იდეოლოგიურად გეუბნები როგორ უნდა მოვაწყო ძლიერი სახელმწიფო. თქვენგან განსხვავებით ბატონ ზვიად გქონდა საარჩევნო პერიოდის გამოცდილება და ძალიან კარგად იცის ჩვენი ხალხთან ურთიერთობის ძალიან დიდი პრობლემა. ბატონო ზვიად, აი თქვენ როგორ გესახებათ და საერთოდ გესახებათ თუ არა ხალხთან, აი შეიძლება ამ ყველაფრის აგორება? მოусმენს ხალხი თუნდაც ახალ იდეას? დავიწყოთ იმით, რომ წლების წინ, ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ, ხელისუფლება ზოგჯერ, იგივე ხელისუფლება, მაგრამ სხვა კონფიგურაციით, სხვა პრემიერ-მინისტრით და სხვა პარლამენტით, ასე თუ ისე რაღაც დოზით ითვალისწინებდა, ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, აი ეს მოქალაქეობის საკითხთა კომისია რო შეიქმნა პარლამენტში და მაშინ შემძლე უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღების გამკაცრება და სხვადასხვა 3-4 საკითხი გავიტანე. იყო იქ სხვადასხვა ჩემი სახელი არ ქვია, მაგრამ ეს ქორწინების დეფინიციის ჩაწერა, სიტი პარკის კანონპროექტის გატანა და სხვა აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ბევრი რაღაც ზოგი ხდებოდა პირდაპირ, ან ზოგი ხდებოდა ისე, რომ თავის ინიციატივად ასახებდნენ თუ ტემპერატურა აიწეოდა და წერდნენ მაინც აკეთებდა. საქმე გამოდიოდა, ხო? თავარი ეგ არის. ეხლა უკვე ბოლო 3 ალბათ 3-4 წელი კოვიდის პოსტ-კოვიდის შემდეგ პერიოდში ფაქტობრივად და მეც აღარ მიაქტიურია იმდენი ერთი იყო დავუშვათ ეს იყო ციფრულ ფულთან დაკავშირებით დანარჩენი აღარ ქონდა აზრი აქტიურობას იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით რომ საერთოდ აღარ ხდებოდა გათვალისწინება არც თუნდაც არც მათი ხელით იდეა შეიძლება შენი ყოფილიყო ტემპერატურა დაწეულიყო მაგრამ რაც ავდოდათ არ გააკეთებდნენ მაინც და აი ხა ამ პერიოდში ვართ ჩვენ დღეს როცა გარედან ინიციატივებს პრინციპულად არ იღებენ. სამწუხაროა ეს, იმიტომ რომ ხო შეიძლება ჩვეულებრივ მოქალაქეებს კაი იდეა გაუჩნდეთ ამ ქვეყნის გულშემატკივრებს და რა მოხდა მე შენ პარლამენტში ხარ შეიძლება შენ არ მოხსნე იდეა და დაუშვათ აიღო ის იდეა, თუნდაც დაიწერე შენ. არავინ ძეგლი დაუდგა იმ ადამიანს, ვისაც ეს იდეა აქვს. არა, შენ გააკეთე, მაგრამ ესეც არ ხდება. ჩვენ არ იმას უყურებთ. ხო შეიძლება რაღაცა გაიჟღეროს იქ პარლამენტში იმ იდეა, მაგრამ ხორცს შესხმა არ ხდება. და იმ ინიციატივის ის არ ხდება.
გაზიარება და ეს არის ძალიან რეალიზაცია. ხოდა როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს? თავარი რა უნდა არის? შეიცვალოს? თავარი მუდმივი არაფერი არ არის. მუდმივი არის ეს ხელისუფლებები მიდიან და მოდიან. ხო, ანუ როდესაც იქნება ეს ქართული ოცნება, წავა ხელისუფლებიდან. თავარი რა არის? თავარი არის ის, რომ ჩვენ მოსახლეობას დავანახოთ, აი სწორედ ასეთ გადაცემას ემსახურება ამას, რა არის სწორი და რა არის არასწორი. რომ უკვე შემდეგ აი გამზადებული ახალი ხელისუფლება იქნება თუ აი გამზადებულზე უკვე ეს რაღაც დოკუმენტი იგივე სახალხო ბანკის შესახებ, საზღვაო უსაფრთხოების შესახებ, სხვა საკითხები, რომელსაც ეს ხელისუფლება საერთოდ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებს, რომელსაც არ ახორციელებს, რომ ხალხმა იცოდეს რა არის სწორი და რა არის გასაკეთებელი, რომ ახალმა ხელისუფლებამ ეს საკითხები გაატაროს რეალიზაციაში ხალხის მოთხოვნით, რომ ხალხი იყოს გარკვეული ამ საკითხებში, ხალხი ერკვეოდეს და ჰქონდეს სახალხო მხარდაჭერა აი ამ საკითხებში. ეს არის თავარი. ამას კიდევ ზემოდან თუ დაემატება ის, რომ ბავშვებს დღევანდელი ხელისუფლებაც რაღაცას გაითვალისწინებს და თუნდაც მე ვწდებოდე, არ მეწყინება ნამდვილად თუ შეიცვლის კურსს აი ამ მიმართულებით და თუ საზოგადოების წიაღიდან წამოსულ ინიციატივების რეალიზაციას გააკეთებს, ამაზე კარგი დაიქნება, მაგრამ სამწუხაროდ დიდი იმედი არ აქვს. თუმცა რო არ უსმენენ და საზოგადოების მაჯისცემას არ ხედავენ, ტყუილია თქვა და რატო? უყურე ახლა გააჟღერეს ზუსტად რომ სახელმწიფო ბანკი უნდა შექმნან. და საქმეც ეგ არის რომ აი რეალურად რაც გამოსავალი იქნება და რა ფუნქციაც უნდა ქონდეს სახელმწიფო ბანკს, ხალხის მოთხოვნა რაც არის, აი ეს რო გადაფარონ და დამახინჯებული ფორმით რო შექმნან, ზუსტად ამისკენ მიდიან და რაღაც ზუსტად ისა წარმოე საქართველოში რო იყო და რაც იქნებოდა და რა მოგვიტანა წარმოე საქართველოს პროექტით უამრავი გაღატაკებული ვიცი პირიქით და ვალები რო დაადეს და პროექტები რო ჩავარდა ასეთი ძალიან ბევრი ვიცი, აი ამ დამახინჯებული ფორმით დააპირებენ რომ საზოგადოებიდან წამოსული სწორი ჯანსაღი როგორიც უნდა იყოს რეალურად სახელმწიფო ბანკი ამის მარგინალიზაცია რომ მოახდინონ პირდაპირ ვამბობ ამას რა უნდა გაკეთდეს და ზუსტად ეს არის რომ რეალურად ახლა მე ერთი პუნქტი მიწერია აქ ზუსტად ამისთვის უნდა შეიქმნას ამ წუთში სახელმწიფო ბანკი ვამბობ და ამისთვის თითეული პენსიონერი კი არა სოციალურად დაუცველი იქნება მოწოდებული რომ იქიდანაც კი გაიღოს, იმიტომ რომ გაყიდული საქართველოს უნდა დავიბრუნოთ. და პირველი ზუსტად ეგ დავწერე, სახელმწიფო ბანკის ძირითადი საქმიანობა და მიზნები იქნება. რაც მე შეტანილი მაქვს ამ წუთში სახელმწიფოში მინისტრთა კაბინეტში, ხო? სხვადასხვა უცხო ქვეყნების საკუთრებაში არსებული კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტების, ბუნებრივი რესურსების გამოსყიდვა, ჩვენი მოსახლეობის კერძო საკუთრების აწ უკვე დასაკუთრებული ვამბობ იმათი გამოსყიდვა. და მეორე, გაცემა უპროცენტო თანხების დარგობრივი სტრუქტურების განვითარებისთვის და მეცნიერებისთვის, იმიტომ რომ ინოვაციები აუცილებლად ჭირდება ქვეყანას, როცა ასეთი ახალი ტექნოლოგიური მიღწევების იმაში ცხოვრობ ფაქტურად ეპოქაში. და დავამთავრებ ერთი წუთი რისი თქვა მინდა და ეს ფუნქცია თუ არ იქნება სახელმწიფო ბანკს, მე დღეს უნდა გავაჟღერო და ვთქვა, ხალბატონ ლიას დაუვეკე ელიავას იცის ალბათ ბევრი იცნობს, როგორც ექსპერტს ამ საფინანსო დარგში და საექსპერტო, ნუ მეუბნება რომ სახელმწიფო აპირებს თვითონ მამისა სახელმწიფო ბანკის შექმნას. ვიცი მე ვთხარი, მაგრამ ხალბატონ ლია გეკითხებით. აი ეს მუხლი რაც ამ წუთში წავიკითხე, ეს იქნება მისი ფუნქცია. არა, ისინი ამას ვერ გააკეთებენ. მაშინ აწარმოებენ საქართველოში პროექტი კიდევაც იყო და თავიანთ ნათესავებს და ვიღაც მეგობრებს თუ მისცემენ ისე დაბალპროცენტიან სესხებს ბიზნესის განვითარებისთვის, ეს ამ ქვეყანაში უკვე არსებულ სიტუაციაში არაფერს არ შეცვლის აბსოლუტურად. ამიტომ კი ჯერ ხალბატონ ირინას ის კითხვა მოვაწორინა და მე რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებს იმ კითხვაზე, ხალბატონ ირინა, თქვენ დადიხართ ძალიან ხშირი შეხება გაქვთ ფერმერებთან, მეწარმეებთან. ახლა ჩვენ აქ მოვისმინეთ რომ კიდევ მაინც არ აქვს იმედი ამ ადამიანებს, რომ ხალხის დიდი ტალღა აგორდება. მე თქვენგან მოვისმინე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი გადაცემა იქნებით თქვენ მოდერატორი, თქვენგან მოვისმინე ასეთი ტერმინი სოციალური აფეთქება, რაც ძალიან ცხელია და თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ხალხს როგორ უნდა ელაპარაკოს, ვინ უნდა ელაპარაკოს, რომ აი ამ კონკრეტულ სახალხო ბანკზე, სახელმწიფო ბანკზე წამოვიდეს და გაერთიანდნენ. ერთად მოსთხოვონ ხელისუფლებას ქმედება. რთულია, მაგრამ შესაძლებელია. იმიტომ რომ ნდობა ყველაზე ძნელად მოსაპოვებელია და ყველაზე ადვილად დასაკარგია. სამწუხაროდ ნელა-ნელა ეს ნდობა იკარგება. სადამე ბანკზე გადავალ ამ საუბარში გამახსენდა ერთი მომენტი. ჩვენ ფერმერთა პროფკავშირმა ინტენსიურად ვიმუშავეთ ფერმერული მეურნეობის და აგროსექტორის ინვესტორის სტატუსების განსაზღვრასთან დაკავშირებით და მზამზარეული მასალა.
დაღეჭილი, არაფერი არ ჭირდებოდა ისეთი მივაწოდეთ. იმის გამო რომ მათ ასე ვთქვათ ასოცირების ხელშეკრულების საქართველოს ხელისუფლებას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. იმის გამო რომ ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებდათ ფერმერის სტატუსის განსაზღვრას და რეესტრის გაკეთებას, რაღაცა საოცარი მეთოდი მოიგონეს. არა ის, რაც ჩვენ მივაწოდეთ, დახვეწილი, გამწადებული და გაკეთებული. არამედ ის, რომ მე შემეძლო ფიზიკურ პირს ამეღო ტელეფონი და ამერეკაც ხელხაზზე და მეთქვა, რომ მე მყავს 2 და 2, 5 ბატი, ამდენი ქათამი, იმდენი ძროხა, ამდენი გოჭი და მე ვარ ფერმერი. ეს მე არა ვარ ფერმერი, მე ვარ მეურნე და არა ფერმერი. მე დარწმუნებული ვარ, ახლა ქალბატონი მამისამაც რომ თქვა და ბატონმა ზვიადიმაც რომ დამახინჯებული ფორმით უნდა თუ ამის გაკეთება, ვიცი რომ ეს ასე იქნება. ხა ვინ უნდა ელაპარაკოს ხალხს? ჩვენაირმა ხალხმა. ვისაც ენდობიან. თქვენ ვერ წარმოიდგინეთ უბრალო მოქალაქე. როგორი დაძაბული სიტუაცია კომერციული ბანკების მიმართ. საშინელი მდგომარეობა ფერმერებში, რომლებმაც გასული წლის მოსავალი ვერ გაყიდეს და ბანკის ვალი კისერზე ადევს. და ხვალ უკვე მოდის ახალი მოსავლის მიღების დრო. რომელი გამწარებული ფერმერი და ალბათ საქართველოში შეიძლება იყოს 1% არც კი, ვისაც ბანკის ვალი არ აქვს. აი არ ვიცი, ეს იქნება ალბათ სამთვიცაძებარი. მე ვამბობ იმ ადამიანებზე, არა ელიტაზე, არამედ იმ დიდ მასაზე, იმ დიდ საზოგადოებაზე არ არსებობს ადამიანი, ვისაც ბანკის ვალი არ აქვს. და აი ამ ადამიანებისთვის ეს იქნება სწორად მიწოდებული ინფორმაცია, სწორად გაცემული იდეა იქნება ძალიან ადვილად აღსაქმელი. მე მოსახლეობასთან კი არა მაქვს პრობლემა, როგორ შეიძლება მათ ეს გაიგონ. ყველაზე დიდი პრობლემა არის ხელისუფლებასთან მისვლა და ამ თემაზე ერთობა, როდესაც ხელისუფლება თვლის თავებს, უკვე ამას ყველაფერს ადვილად გააკეთებს. მე მოგეთქვით, არაერთი კომისიის წევრი ვარ, როგორც პარლამენტში, ისე მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში და იყო ასეთი ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამოქალაქო საბჭო. და როგორც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავი ორგანიზაციულად ვიყავი მიწვეული. უკვე წელიწადზე მეტია ეს საბჭო აღარ შეკრებილა. არსებობდა ეს კომისიები და კომისიები აღარ მუშაობს. კომისიები ზოგადად სამუშაო ჯგუფები, უბრალოდ კომისიები არ ვთქვა, სამუშაო ჯგუფები. სამუშაო ჯგუფებში ჩვენ მქონდა ინფორმაცია რა ხდებოდა გარეთ. და როცა ეს სამუშაო ჯგუფები აღარ მუშაობს, ინფორმაცია მოსახლეობიდან ხელისუფლებამდე ვერ მიდის. ეხლა ნურავინ დამაჯერებს იმას, რომ მინისტრს უნდა შეხვედრა მოსახლეობასთან და მოსახლეობა ხდება ტყუილია. მე ვიყავი თანამდებობაზეც, მე ვარ არასამთავრობო ორგანიზაციაც და ყველაფერთან ერთად ვარ ფერმერი. ფერმერებთან შეხვედრაზე მე რო არ დამიძახები, რომელიც ვარ ფერმერების უფლებების დამცველი, გეკითხებით ახლა ვის ეძახიან? ისე თავიანთ ჩინაურებს, ახლობლებს, ნათესავებს, ან მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. ისე რომ ურთიერთობა უბრალო ხალხსა და ხელისუფლებას შორის გაწყვეტილია. აი ეს არის დეფინიტიურად ეს არის დასაწყისი. მამისას კითხვას დაუსვამ. აი ზუსტად თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ფერმერის სტატუსი არ არის განსაზღვრული. და როდესაც სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ ფერმერთა რეესტრი შევქმნითო, აი ზუსტად ფერმერებმა უნდა ამოიღონ ხმა. თუ სტატუსი არ არის განსაზღვრული, ვის რეესტრს ხმის? ეხლა ჩვენ შევიმუშავეთ ეს სტატუსი, ევროპული გამოცდილება, ჩვენი მეზობელი ქვეყნების გამოცდილება და დავდეთ დაღეჭილი მასალა. ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ საერთოდ ამას ეს სხვა თემა არ არის. ეს ისეთი თემაა, რომელიც ყველაფერს ეხება აბსოლუტურად. გასაგებია, მაგრამ აი სწორედ ეს მინდოდა ხაზი გაგვისვა, რომ დღეს არის ისეთი პერიოდი, როდესაც შავს უნდა დაარქვა შავი და ვარდისფერს უნდა დაარქვა ვარდისფერი. ყველაზე ძალიან იცით რა მაინტერესებს ქალბატონო მამისა, მე მესმის ეს პროცენტები, მესმის ეს ფერმერებით, მაგრამ მესმის ის ტერიტორიებით, რომელიც გასხვისებულია, მაგრამ დღეს საქართველოში ყველაზე მეტად უჭირთ იმ ადამიანებს, რომლებმაც აი ამ ბანკების გამო დაკარგეს სახლები. ითვალისწინებს თუ არა თქვენი სახელმწიფო ბანკი უკვე ჩამორთმეული ქონებების გამოსყიდვას, აი როგორც არის დაუშვათ
ბევრ ევროპულ ქვეყანაში მე ძალიან ბევრ ადამიანს ველაპარაკე და ალბათ შემდეგ გადაცემებზე ისინი ჩაგვერთვებიან უკვე დისტანციურად და იქ არის ასეთი რაღაცა. სახელმწიფო გამოისყიდის ბანკს და აი უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში დაბალი პროცენტებით იხდის. ოღონდ არ კარგავს ეს ადამიანის საცხოვრებელს და არ რჩება ღია ცის ქვეშ. თქვენი პროექტით ვითვალისწინებთ. ზუსტად კი, გაწერილია აქ ამ იმართვაში არის, რომ უნდა მოხდეს აუცილებლად. აი ამ პრობლემური დასაკუთრებული სახლების გამოსყიდვა. ამ სახელმწიფო ბანკისგან ზუსტად ესაა აქ ამ სახელმწიფო ბანკს ამ მოცემულ რეალობაში, რა რეალობაში დღეს საქართველოში არსებობს საბანკო სისტემისგან დაზარალებული ხალხის ზუსტად ეს სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე გამოისყიდოს და ხალხი მე ამ სახელმწიფო ბანკში გადაიხდის. ოღონდ შესაბამისად ისე კი არა დღეს ბანკები რომ ტყავს აცლიან რო იტყვიან ხალხს და არა შეძლების და გვარად უნდა შეაძლებიოს სახელმწიფომ ამ ხალხს რომ გამოისყიდოს გრძელვადიან კი დაიწეროს გრძელვად პირდაპირ მას ესე იგი საცხოვრებელსაც ეხება და ამ ბანკის საშუალებით ადამიანები არ დაკარგავენ და არ ზუსტად აი ეს როგორ ამახაც ჩამოყალიბებული სახელმწიფო ბანკს რომლის ფუნდამენტური მიზანია არა ვიწრო კორპორაციული მოგების მაქსიმალიზაცია არამედ საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა ძალუც იმოქმედოს როგორც მაკროეკონომიკურმა სოციალურმა ბუფერმა და მიზნობრივად განახორციელოს კერძო საფინანსო სექტორის მიერ გენერირებული ტოქსიკური ვალობის გამოსყიდვა რეფინანსირება გამოსახლების პირას კრიზისის ზღვარზე მყოფი ოჯახებისათვის კაცებლური იპოთეკური წნეხის გრძელვადიანი სუბსიდირებული და მინიმალური მარჟის მქონე სოციალურ კონტრაქტად ტრანსფორმაცია. ანუ ზუსტად გაწერილ დროში ნელ-ნელა რომ გადაუხადოს მე სახელმწიფო ბანკს. ამას ჩვენ მაგალითად თქვათ საზოგადოებასაც შეგვიძლია ხო 50 მილიონი ვიშოვოთ. აქ სამი ძირითადი პირობა არის რომ ბანკი დაარეგისტრირო, ანუ საერთაშორისო პროგრამა უნდა ქონდეს კიდე და ანუ მართველი ორგანო უნდა ყავდეს ისეთი რომ ისე მას დაიქირავება ბორო დირექტორთა საბჭოს და ასე შემდეგ. და საზოგადოებასაც შეგვიძლია თქვათ ეს რომ გააკეთოს ხო? მაგრამ აი ეს კომერციული ბანკები, მევახშეები თუ ვეღაცები ჩვენ არ გვენდობიან სახელმწიფო უნდა იყოს გარანტორი ამ ყველაფერს. ამიტომ კიდეც სახელმწიფო ჩვენ ზურგზე აი ამ ვალდებულებას რომ აბა რა აი კითხვა მაქვს უბრალოდ ამ წუთში და სულ ყველას მინდა სახელმწიფოს ნებისმიერ გოლში მყოფ ადამიანს დაუსვა. რა რესურსი აქვს, რას ფიქრობენ მაშინ? გავასახლოთ საქართველოს? ვამბობ გადაუჭარბებლად 70% დასაკუთრებული აქვს ბანკებს. ჩვენი მოსახლეობის კერძოს, ესე იგი გავასახლოთ, ეს არის მიზანი სახელმწიფოსი, რომ თავისი წარმომქმნელი ერი გაასახლოს. ამიტომ უნდა მივიტანოთ ეს ყველა ადამიანის კურამდე და მე იმის რომ საზოგადოება არ აკეთება ამის სულაც არ მეშინია. ნამდვილად არა მივიდეს. აუცილებლად უნდა მივიდეს. ახლა მე მუნიციპალიტეტებდანაც მქონდა შეხვედრა ამ პროექტთან დაკავშირებით და პირიქით გაეხარდათ ყველა პირველი ჩვენ მოგიწერთ ხელს. იმიტომ ისინი ძალებში არიან ჩვეულებრივად. იმიტომ არ არის ჩვენ ქვეყანაში ხელფასი იმდენი. ახლა შეიძლება მაღალ გოლში მყოფს აქვს ვიღაცას, თორე ადგილობრივ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს რა ხელფასი აქვს? არაფერი ისეთი. ანუ ყველას აქვს პრობლემა და ერთი ბოდიში კიდე ჩვეულებრივად არის კანონით შეიძლება მუნიციპალური ბანკების შექმნაც და რო იძახიან deep states და რო თქვა ზოგი მოსწონთ ამერიკაში და ზოგი არა დაკოტას ბანკი სერიოზულად სპეციალურად ვახსოვებთ დაკოტა შტატში იყოს ჩვეულებრივად მუნიციპალური ბანკი და იმან იხსნა ამერიკა 2008 წელს საშინელი კრიზისისგან. შედა ლოცველიშვილო, რატო არ შეიძლება მაშინ თუ ამერიკაში იქ რაღაცა მოგწონს, ეს რატო არ გაქვს უფლება რომ ეს გააკეთო? თუ შენ არ გინდა რა, უნდა დაიძულოთ. არ უნდა დაიძულოთ პირდაპირ ვამბობ. რომ შექმნა სახელმწიფო ბანკი. ბატონო, ბოლო კითხვა უნდა დავსვა ახლა პირველ ბლოკში. ესე იგი შევთანხმდით იმაზე რომ არის გამოსავალი სახელმწიფო ბანკი. სტრუქტურა აბსოლუტურად დავინახეთ რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ჩართულობით უნდა მოხდეს, მაგრამ საზოგადოებას უნდა ქონდეს დიდი როლი და მაკონტროლებელი ორგანო იქნება და დაუშვათ ისევე არ მოხდება სახალხო ბანკის შემთხვევაში, რაც მოხდა საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში. ეხლა მე მაინტერესებს და ყველა მინდა აი ეს მიპასუხოთ. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? თუ თქვენ არ გაქცეს ხელისუფლების წარმომადგენლება აი ამ წერილზე პასუხი. 15 რიცხვამდე ველოდები ზარს პასუხს ამ წერილზე. ვალდებულია გამცემ პასუხი. 15 რიცხვის მერე პირველი ჩემი ნაბიჯი იქნება ტელევიზიებთან არ ვინდა რაც გინდა თქვით
უნდა შევიდეთ დიდ ტელევიზიებში აუცილებლად და ტელევიზიებიდან უნდა გავაჟღეროთ რა გვინდა ამ ჩვენები უბრალოდ ხალხს რომელიც ხელისუფლებას არ ვეცილები არაფერში აბსოლუტურად პირიქით გეუბნები რომ გაძლიერდეს შენ როგორც სახელმწიფო და გააძლიერე ჩემი მისი წარმომქმნელი არის ზოგადად საქართველოს მოსახლეობა და ეს თუ არ გინდა პირდაპირ უნდა თქვა რომ მტერი ხარ და მტერი თუა ყველა მოსაშორებელია მტერი არაპირებ დაუშვათ აი თეიმურაზ ბობოხიძემ გააჟღერა კონფერენცია ჩაატარა ბატონმა ზვიადმა რამდენი წლის წინ თქვა ეს ყველაფერი მაინც მოდის ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის პრინციპით ნუ ეს ამ იმითი ჩემთვის მკითხოთ ახლა ხმამაღლა ნათქვამი არ გეგონოთ მაგრამ უფრო დიდია კიდე ვიდრე საადგილმამულო გაერთიანებას ხომ არაპირებთ იმ ადამიანებთან თქვენ მაინც რო შეძლოთ გაერთიანება და ერთიანი ძალებით უნდა ყველა სოფელში ყველა ქალაქში ჩასვლა და უშუალოდ ადამიანებთან რა თქმა უნდა და სიამოვნებით და რატო ვინც ამ იდეას აჟღერებს არავის არ მოვიაზრებ კონკურენტად პირიქით ესე იგი მე მინდა სახელმწიფო ბანკის შექმნა რა შენც თუ გინდა შენც ესე იგი ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფო და აქ ჩვენ კონკურენტი არ გვყავს აქ არ ვართ პარტია რომელიც მიწროპარტიული ინტერესების გაძლიერება გვინდა აქ და ჩვენი პარტიის პირიქით რაც მეტი გავაჟღერებთ ამ იდეას მოკავშირეები ვიქნებით და არავითარი მეტოქეები ასე რომ ნამდვილად მე მზად ვარ დიდი სიამოვნებით ამ თემასთან რასაც ქვია სახელმწიფო ბანკი და მისი მიზნები და მისი რაც უნდა გააკეთოს მან ანუ თუ ვეთანხმებით ერთმანეთს რა თქმა უნდა სიამოვნებით უერთდები ყველას იმისთვის რომ შეხვედრა ნამდვილად ბატონო ირინა თქვენ თუ აპირებთ აი ამ საკითხზე თქვენი ორგანიზაციებით ჩართვას და ინფორმაციის ხალხთან მიტანას და თქვენ როგორ გესახებათ აი ეს გაერთიანება უფრო მეტი შეძლებს თუ თითოეულ ორგანიზაცია თავისი სხვადასხვა განცხადებებით თითო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო ნათქვამია. რა თქმა უნდა, გათითო კაცება არც ერთ საქმეს არ არგია. გაერთიანება აუცილებელია. ხა ჩვენი მთელი ყურადღება იყო გადატანილი აგრობანკზე, მაგრამ ხო ვწმუნდები, რომ აგრობანკი კი არა, ზოგადად სახელმწიფო ბანკი უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ ქალბატონი მამისა საუბრობს იპოთეკურ სესხებზე და იპოთეკით დატვირთულ ბინებზე, მაგრამ მე მტკივა მიწები. იპოთეკაში ჩადებული კრედიტისთვის ჩადებული მიწები და კიდე ერთი რამეა. ეხლა მიდის, ну, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ექსპერტებზე მეტად უცხოელი ექსპერტებს უჯერებენ და მიდის მიწების კონსოლიდაციაზე მუშაობა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. და იქ წამოვიჭრა საკითხი, რომ როგორ უნდა მოხდეს მიწების გაერთიანება და როგორ უნდა შეიქმნას მიწის ბანკი და მე დავსვი კითხვა. საიდან აპირებთ თანხის გამონახვას, რომლითაც შეიძლება ეს მიწები გამოისყიდოთ. ყველა გაჩნდა. აი სწორედ ეს სახელმწიფო ბანკი იქნება ის საშუალება, რომელიც შეძლებს თუნდაც უცხოელებზე გასხვისებული მიწების უკან დაბრუნებას, რომლებსაც პირდაპირ აქვთ ჩადებული ხელშეკრულებაში, რა უნდა გააკეთოს და რამდენ ხანში უნდა გააკეთოს. ჩვენი ორგანიზაციები, ჩემი ორივე ორგანიზაცია ჩაერთვება ამ საქმეში და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. პირველი გადაკვეთის წერტილით გამოსცე. ბატონო ზვია, თქვენთან ცოტა განსხვავებული კითხვა მექნება, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც კანონპროექტის შექმნის დროს ხელმოწერების შეგროვება დაიწყეთ და თუ კარგად მახსოვს 40,000-ზე მეტი ხელშეკრულება, ხო? იმაზე მეტი ხელმოწერა გააკეთეთ და ააგროვეთ, ვიდრე საჭირო იყო. აი როგორ მოახერხეთ მაშინ და თქვენ რას ეტყვით აი ამ ადამიანებს, როგორ შეიძლება საზოგადოებასთან მისვლა და ხელმოწერების შეგროვება იქნება თუ გვერდში დადგომა. მე არ ჩაგეჭერით, ეხლა ვიტყვი, არათუ ფერმერის სტატუსი, სოფლის სტატუსიც არ აქვს და ერთადერთი ქვეყანა ვართ პოსტსტატუსთა სივრცეში, რომელსაც არ აქვს მიწის კოდექსი. ეხლა რაც შეეხება შეკითხვას, ეს იყო 2018 წელი 35 ხელმოწერა შევაგროვეთ, სხვათა შორის შევაგროვეთ ისე რომ ჩვენ თვითონ დავდეთ თანხა, ჩვენ მოწოდება მაშინ არ გაგვიცელებია საზოგადოებაში თანხები ჩაგვირიცხეთო, ეს ჩვენ ჯიბიდან დავდეთ, ჩვენ მოვაკელით. ჩვენ ოჯახებს 23 კაციანი საინტერესო ჯგუფი ვიყავით და ჩვენ თვითონ მოვყავით აი ამ ხელმოწერების შეგროვება. თუმცა მაშინ ისე იყო ტემპერატურა აწეული. ეს იყო ირანიზაციის პროცესი. მაშინ ხდებოდა ეხლა თუ რაღაც არაბიზაციისკენ არის მიმართული და იქ სლავების თემა ბათუმში, მაშინ იყო აი ამ 2017-18 წლებში იყო ირანიზაცია. ირანიდან ჩამოდიოდნენ მასიურად, ფერეიდნელების მქონდა ინფორმაცია, რომ პირდაპირ ისპაანში, თეირანში იყო გახსნილი სპეციალური ოფისები, სადაც ახალ აშენებულ ბინებს თავაზობდნენ და ოფიციალური მე ხარ მიყვარს ჰაერზე მსჯელობა, მიმართ იუსტიციის სახლს და გამოვითხოვე დოკუმენტი ოფიციალური, რომ აი ამ მოკლევადიანი ბინადრობის საფუძველზე რამდენს ქონდა
მინიჭებული აქვს ცხოვრების უფლება. და აღმოჩნდა, რომ სადღაც 11,000 ბინა იყო მხოლოდ ირანის მოქალაქეებზე იმ პერიოდში და ეს იყო ძალიან მზარდი ტენდენცია და ანუ ის პროცესი ისე მიდიოდა, რომ მალე ჩვენ ეს გაგრძელდებოდათ ვიქნებოდით ეთნიკურ უმცირესობაში, ხო? 85 მილიონია ირანის მოსახლეობა და სულ იმ ქვეყნის სულ 1% რო ჩამოგივიდეს, აქ 850,000 და შენ სულ 3.5 მილიონი ხარ. ამიტომ ეს თვითონ კარგად გაიაზრა ჩვენო მოსახლეობამ და არ დაჭირვებიათ დიდი PR კამპანიის ჩატარება არ დაგჭირვებია. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვაქტიურობდით, მაგრამ თვითონ მოდიოდნენ ოფისში, იქონდათ ეს ბლანკები. ამან თავის შედეგი მაინც გამოიღო. მართალია კანონმდებლობა მაშინ არ შეცვალეს რაღაც გარკვეულ პერიოდში ეს COVID-ის ვირუსი წამოვიდა, თვითონ ჩაიკეტა საზღვრები და თვითონ აი ამ ჭყალებში, აი ამ COVID-მა გააჩერა ეს თემა, მაგრამ იმის მერე მოხდა ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სამსახურმა დაბლოკა ირანიდან ჩამოსული მოქალაქეები. და აეროპორტში აღარ უშობდნენ და ძალიან ბევრმა, ვისაც უკვე ნაყიდი ჰქონდა აქ, ამის გამო გაბრაზდნენ ირანშიც და თავის მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ უძრავი ქონება შეეძინათ სხვა ქვეყნებში და არა საქართველოში. და მოხდა ისე, რომ ძალიან ბევრმა გაყიდა, რაღაც ნაწილი ეხლაც არის დარჩენილი, თუმცა ეს ტენდენცია მზარდი და შედარებაც არ არის იმასთან, რაც იყო. მამისა, მე თქვენთან ახასეთი წინადადება, რომ თქვენ თვითონ ძალიან კარგად იცნობთ ამ ადამიანებს, რომლებმაც იციან იმუშავეს ამ კანონ პროექტებზე, გავხსნათ ეთერი და ყოველი კვირის ბოლოს სხვა ცხელთემებთან ერთად შევაჯამოთ ისე, რომ თქვენი კანონ პროექტზე მომუშავე ადამიანები იყვნენ მოდერატორები და უფრო კარგად სიტყვით აუხსნან ჩვენს მოქალაქეებს თუ რა არის ეს. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით სტუმრები. ჩვენი დამეთანხმებით, რომ თემები მართლა ძალიან ცხელია. თემები მართლა ძალიან ბევრია. იმდენი პრობლემაა ქვეყანაში, რომ ალბათ დღე და ღამე რო ისაუბრო, ვერ ამოწურო, მაგრამ ჩვენი თავარი მიზანი არის ვისაუბროთ იმ პრობლემის გადაჭრის გზებზე, თორე ასე მართლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ ძალიან ბევრ გზებზე. ყველაზე რთული სწორედ გადაჭრის გზები. კი ბატონო, უნდა ვიპოვოთ გზა მანამ, სანამ ურემი გადაბრუნდება. და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ მოგმართავ თქვენ სხვადასხვა სოფლებში, რაიონებში, ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს, თუ თქვენ გაქვთ პრობლემა და ვერ ახერხებთ ამ ყველაფრის შესაბამის უწყებამდე მიტანას და როგორც ჩვენი სტუმრები ამბობდნენ, უბრალოდ არ გისმენენ მაღალჩინოსნები და რბილ სავარძელში მსხვდომნი, მოდით თქვით და მე ერთად ვიმოქმედოთ. მოკლედ, შევხვდებით მეორე ბლოგში.